10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ 10 დეკემბერს 1948 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ღონისძიება სახელწოდებით ქალების გაძლიერების 10 წლეული გაიმართა. პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივ ღონისძიებაზე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. დღესვე საკანონმდებლო ორგანოში პუბლიკაციის ქალების გაძლიერების 10 წლეული პრეზენტაციაც შედგა. დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ყოველ ჩვენგანი იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გარშემო თავი იგრძნოს თანასწორად, ასევე უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად დამძიმებულია ჩვენი სამყარო კონფლიქტებით და ომებით. დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არის ფართომასშტაბიანი ომი, ლოკალური კონფლიქტი, რომელსაც მიაქვს ადამიანების სიცოცხლე და სიცოცხლესთან ერთად, რა თქმა უნდა, უზღუდავს იქ მცხოვრებ ადამიანებს, იმისთვის რომ სრულად მოახდინოს საკუთარი თავის განვითარება და რეალიზება ცხოვრებაში. მე არ ვიცი რამდენად ვიმსახურებ ამ ჯილდოს. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან დიდი ტვირთია ეს ჩემთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ ალბათ შევეცდები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც გავაკეთე და რაც უნდა გავაკეთო, გავამართლო მე ეს დიდი ნდობა. მთავარი საქმე და მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენს მოქალაქეობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მნიშვნელობა, შევახსენოთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების აუცილებლობა ჩვენ ქვეყანაში, რომ ეს არის მთავარი გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, რომელიც არის გაცხადებული ჩვენი კონსტიტუციით და აღიარებული. ამ მიმართულებით ყველანი ვალდებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. ამ წლების მანძილზე ისევე როგორც მსოფლიომ, ასევე საქართველოს უმნიშვნელოვანეს და დრამატული ცვლილებები განიცადა როგორც ადამიანის უფლებების აღიარების, ასევე მისი გამტკიცების კუთხით. დღევანდელი ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ბოლო 10 წლეულის მანძილზე საქართველოში როგორც ადამიანის უფლებების, ასევე განსაკუთრებულად გენდერული თანასწორობის და ქალების გაძლიერების კუთხით არსებულ მიღწევებზე.